გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ახართ, როგორ კარგად უნდა იყოთ, კარგად. და როგორც ყოველთვის ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და რაც თავარი უფალი იყოს ჩვენთან. აი შემოვედით ტენესის შტატში. როგორც ხშირად იქ მემფისი გამოვიარე და სადმე ტენება ეს. და ისევ უნდა გამოვსწორდე. არ დამაჯარიმოთ მეგობრებო, მემფისი მოგეხსენებათ ელვის პრესლის სამშობლოა და იქ რო შედიხარ ქალაქში ისეთი ლამაზი სამკუთხედი პირამიდისებური შენობა ხიძე გადადიხარ და უნდა გადამეღო და რატომაც არ გადავიდე. ნუ კარგი, გადავიდე ჩვენ ძღოლურ ამბებსად. ტენესი, შტატი ტენესი, ტინა ტერნერის და ელვის პრესლის სამშობლო, ხო, ვიდო მის სამშობლოა რა ქვია. მუჰამედ ალის, კასიოს კლეი, ცნობილი ბოქსერი რო იყო. ერთ-ერთი ყველაზე აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი რომელ შტატში იცხოვრებდი? კლიმატიდან გამომდინარე და მე ყოველთვის ვამბობ ჯორჯია, მაგრამ ტენესიც ამ კითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შტატია, იმიტომ კლიმატი არის ზაფხულში თლათ ისეთი შემაწუხებელი სიცხე არ არის და ზამთარიც აი ხლა ამდენია 17 გრადუსია ცელსიუსი. ნუ დიდი ზამთარი არის, ნუ 10 გრადუსი, 9 გრადუსი და კაი საცხოვრებელი შტატია რა. გაზაფხულზე და ზაფხულში ეს ყველაფერი გამწვანებულია და ძალიან მაგარი ეფექტურია. ზამთარში ისე რა. აი ეხლაც ისეთი კაი ამინდია, იმიტომ რომ ეხლა ამის შემდეგ მოდის ნორთ კაროლინა, მერე ვირჯინია და ცოტა ზემო და ისეთი სიცივია გარშემო და აგერ უყურეთ 17 გრადუსია. რაღაცნაირად ამ სულ ამინდებს გვერდზე ვუვლით რა. ეხლა ცოტა ხანში კი არა, ფაქტობრივად ნეშვილში მივდივარ, აი შეიძლება ნეშვილიც ისეთი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ალბათ სიგნელეში შევა. და იქ აგვაქვს დელივერი და ჩვენ ხო გვაინტერესებს ეს პლასმასები სადმე გვაქვს რა კომერციული თვალსაზრისიდან ის ინტერესი უნდა დავიკმაყოფილოთ სადმე გვაქვს ჩვენი პლასმასის ნაწილები და რისთვის ჭირდება. მეგობრებო, მე ხო გიზიარებ ჩემ ფიქრებს და ეხლაც მინდა შეიძლება ცოტა არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ მინდა და მაინც აი რატომაც აქეთკენ რომ მოვდივარ ამ ტენეში ყოველთვის როგორ გითხრათ, ცოტა სასაცილოც არის ჩემ ამბავში და ცოტა გულიც წდება რა და აი ეს სიტუაციაში მაგრამ ცოტა დავავთო ზანგები არიან და აი ესე დავავთო უმეტესო მოსახლეობა ზანგები არიან და ხო ზანგები როგორ ემოციურები არიან და ხაზებს ჭრიან აკეთითი და დამეჯახა. და რას ვამბობდი? ცოტა დელიკატურ თემას მინდა შევეხო, უბრალოდ დელიკატური კი არა, უბრალოდ აი ადამიანები რო არ ფიქრობენ და ნათქვამს რო არ უფიქრდებიან და ენას როგორ ამბობენ, ენა ძვალი არა აქო და რო წამოაყრანტალებენ ხოლმე ზოგიერთ რაღაცას. და მერე რო წამოაყრანტალებენ და მერე უკვე აი მოგიყვებით რა მოხდა. მოგეხსენებათ მეგობრებო, ბაიდენის მთავრობა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო და თავისი ჯობების გამო და ისეთ სისულელეებში გადავიდნენ, გახსოვთ ხო ეს LGBT-ს მოძრაობები, ტრანსგენდერების მოძრაობები, ყველაფერი დაუშვეს და განსაკუთრებით დაიწყეს ამ ბავშვების 12-13 წლის ბავშვებს ოპერაციებს უკეთებდნენ. ეს ხინი გადავიდეთ ამაზე ავტომატით და მე გავაქცინოთ. რაც გულისხმობ, რომ ზემოდან გადავხედოთ ტენესის საჰაერო ხიდი გადავიაროთ. თილად დიდი სიჩქარეთან შევიდეთ. ეს ახლა როგორია შუმწვანია ხოლმე რა, ზაფხულზე ძალიან ლამაზია და ახლა ეს ზამთარში ცოტა ისეთი ეფექტური არ არის.
მოაკვეთა გათამამება არ შეიძლება. და ეს ახაერო ხიდიდან დავეშვით. და რას ვამბობდი, ხო? ეს ტრანსგენდერები, ლესბიანკები, მე ბავშვებს ხო ის მშობლების გარეშე სექს იმასე სქეს უცვლიდნენ სამართლოებში და ტენესი გახდა ერთ-ერთი ლიდერი შტატი ამ ამბებში რა. ხო და გახსოვთ არა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მე ვამბობდი ამას და ვაფიქსირებდი და თავიდანვე უკმაყოფილებას გამოხატავდი მეც ახლა ჩემი ხედვიდან გამომდინარე და უბრალოდ ასეთი კარგი ქვეყანა ამერიკა, ასეთი თავისუფლების ქვეყანა, გასაგებია თავისუფლების, ეს ამერიკა ფაქტობრივად თავისუფლი, ასეთი თავისუფალი ქვეყანა მე დღემდეც არ მიმაჩნია, გინდა ნიჭიერები და ყველაფერი ფასდება და ნუ მე მიმაჩნია რომ ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანა მსოფლიოში დღემდე დღესაც. მაგრამ ეს თავისუფლება გადავიდა რაღაც ცოდვაში, ხო? ხო იცით ხო ეს LGBT რო ჩვენ თავისუფლებ მე ჩემი სხეული ჩემი არ არის და ჩემია და რასაც მინდა გავაკეთებ და არავის საქმე არ არის მე რას გავაკეთებ და ნუ ეს სექსუალური და ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე ამ ადამიანებს მისცეს ყველანაირი უფლებები რომელიც თავისთავად კონსერვატიული და უფრო ტრადიციული ლიბერალ ადამიანებს ძალიან აღიზიანებენ და ეს პროცესები რატომაც ნიუ-იორკსაც გადააჭარბა, ჯორჯიასაც გადააჭარბა, ტენესის შტატში ხდებოდა ეს სასწაული ამ ტრანსგენდერების და ავიცისფერების და ასე თქვა ცოდვილი ადამიანების პარადი. და ხან იმას სულ გაზეთებში იწერებოდა და ტელევიზორში იწერებოდა და ამაზე საუბრობდი მე რა ამ თემაზე რა. და უცბად ჩემ კომენტარში გამოხდა ერთი ტიპი ქართველი ენო რაჭორებს ავცელებო მე ტენეში ცხოვრობო აქო შენი და რასმედა შეხოცო შეისა ნუ ლამის ლანძღა რა ცოტა გინება აქდა რა და ანჩე ყველაფერი დამასწორა ნუ შეგოიმოდა ნუ არის სასწაული და ნუ მე თავისთავად ახლა ცოტა კი გავღიზიანდი მაგრამ ნუ უთხარი რომ მეთქი მეგობარო მეთქი მე ამ ინფორმაციას ჰაერიდან კი არ მომაგეს, რასაც გაზეთში ვკითხულობ, რასაც ტელევიზორში ვკითხულობ, რასაც იმას ვამბობ, მე არ ვიყავ და შენა გიჩვენებ ესე ჩამოეთრე აქაო და შენ გიჩვენ შენ ხო ამერიკამ შენ ყველაფერი გაგიკეთაო და რას ვაბრალებო, მე ბავშვებიო სკოლაში დამხავს ვაქაო იმაში რომ სადღაც აქ ცხოვრობს ტენესის იმაში და ხო რატო ვამბობდი, იმიტომ რომ იმ სკოლებში უკვე საგნებიც იცვლებოდა რა იმის ბავშვებს დაწყებით სკოლებში ამ სექსუალურ გაკვეთილებს უტარებდნენ და ამას მე გაზეთიდან და ინფორმაციას იქიდან ვიღებდი რა საინფორმაციო წყაროები და ამას შენ ასე და კაროჩე გამბლაცა გამთათხა ნუ ეხა მეც უკვე აუდეთკიბი მეთქი ხოდა აუთხარი მე გულახტირად გითხრათ ავიჭიკრე რა მეთქი ბიჭო რამეა შეგეშალოს მეთქი რა უკვე ხო იცი ამოივადა და ამდე შემიშალოს იქიდან მე შინაგან საქმე და სამინისტროში ნამუშევარი კაცი ვარო და შეინაირებს მე ვიკა თბილისში ისეც უღრიცავდიო და რაღაცეები და ვინახარ მეთქი შინაგან საქმე და სამინისტრო ნამუშევარი მეთქი შემთი სადაც გინდა საათი შენი მოიყვანი შენი ეთქვა ვიღაცა ყოფილი ნაცია და რავი თანამდებობის პირი არ ვიცი თან მეცინება თან ბრაზდები მაგრამ მე უკვე ენო შენიშნები უნდა გაეთრიონო აქიდან და რაღაც სიცულელეებში გადავიდა და მეოთხარი სადაც გინდა როგორც გინდა ვისთანაც გინდა რამდენ კაცთანაც გინდა მოდი და შეგხვდები ტენესის ნებისმიერ ადგილას მეთქი და დღემდე ველოდები და ამ ვიდეოს თუ უყურებს აგერავარ ზბაო მოდი აგერავა სადაც გინდა შეგხვდები იმიტომ რომ არაფერი არ მომიგონებია მე იმ დღეებში რამდენიმე კვლელობა მოხდა 3-4 კვლელობა სულ ტრანსგენდერები კვლავდნენ ამ ტენესის შტატში რავი რა დავიმსახურე რა უნდა იმას და ნუ დღემდე ხვდები ახლა ველოდები სადან დამიბარებ და მე თქვენ მოგეხსენებათ მე უკვე ტრამპი რო გახდა პრეზიდენტი და ეს რესპუბლიკელები მოვედნენ ეს მაშინ
მთავრობაში ეს ყველა ეს ტრანსგენდერული და ეს ლესბიანკური ეს მოძრაობები შუშიაჩერა ეს სამონტყოფები დაიკეტა და უკვე ცოტა წესრიგში მოიყვანეს. მე თქვენ გახსოვთ კიდევაც ხო ადრე მე ნიუ-იორკში რაღაცა ეს ვიღებდი და ეკლესიებში ეს ცისფერების დრო შეეკიდა და ეხლა უკვე აღარა. ნუ შეიცვალა გარემო და ასე თუ ისე თავის წესრიგში დადგა თავის იმას დაუბრუნდა ამერიკა. ეხლა თქვენ იცით ეხლა მე რა უფლება მაქვს ცისფერებს და იმას ზედმეტი ვაკადრო, მაგრამ ყველა ადამიანს ჩვენ ყველა ცოდვილის პულისაა. ყველა ჩვენ გვაქვს ცოდვიანი ბუნება, ხო? მაგრამ გასაგებია, მაგრამ ყველა ხო არ აშიფირე, აფიშირეთ, რომ ყველას აქვს თავისი გზა გასაგები იცხოვროს, მაგრამ შენ როცა ამ ცოდვიან ბუნებას, ცოდვას ფორმაში გადაყავს და ამას აფიშირებას უკეთებ და იმას აკეთებ, ამაზე ყოველ ციკლმა წინააღმდეგობა ფაქტურად კაცობრიობა სულ მაგას ებრძვის, ხო? ეგანაც რომ სულ მაგას ვიძახი რომ ყველას აქვს თავისი ხაზი არ უნდა გადაკვეთო და ბაიდენის დროს ეს ხაზები უკვე გადაკვეთილი იყო და მარაზმამდე იყო გადასული ეს ყველაფერი და რა უნდა იმ ბიჭდა, რა უნდა რა ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ჩემთან დღემდე ვერ გამიგია. თუმცა რავი თუ შემხდება აგერა ვარ და ალბათ თუ შემხდება იქ გავარკვეთ ყველაფერს. და იმიტომ თქვენ და გამახსენდა ეს ამბები მეთქი რა. საიდან სად გადავედი ხო, მაგრამ რას იზავ ხა იქიდან ნუ მეც ჩვენ არხიდან გამოდის იმას არ ვიზახეთ. ერთი ფიქრები და მეორე ფიქრებზე გადავდივარ და იმიტომაც მითხარით ეს ამბავი. კიტაბა ავიდით ახლა ცოტა გავჩერდები ღამეს გავათენებ და ხვალ დილით უკვე გავიგოთ საათი გვაქვს შენი ტვირთი და ჩვენი საქონელი. კომერციული ინტერესი უნდა დავიყვანოთ, არა მეგობრებო, რომ რაღაცა საინტერესო ვიპოვოთ და მერე ის იდეა საქართველოში განვახორციელოთ. დაგვიბნერ და სამწუხაროდ ეხლა ნეშვილს უახლოვდებით. ნეშვილი არის ტენესის ადმინისტრაციული ცენტრი, ანუ დედაქალაქი. რა ვიცი, როგორ გამოჩნდება ეს ქალაქი ახლოს, მაგრამ ცოტა უნდა შევხვდეთ მარჯვ. მოდი უკვე საინტერესო ნამდვილად არ იქნება და ეხლა რომ მივარ იმ საწყობთან გავჩერდები. მე ღამეს გავათენებ და ხვალ გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. აბა ხვალ დილამდე მეგობრებო. დილამშვიდობისა მეგობრებო. ცოტა წავივარჯიშე. გავაგრძელოთ ჩვენი გუშინდელი. ბოლოს ხო უნდა ვიცოდეთ სად უნდა მივიტანოთ ეს რა ქვია, პლასმასები კომერციული ინტერესიდან გამომდინარე. და გუშინ მოგეხსენებათ ნეშვილში მოვედი, ტენესის დედაქალაქია. და აი ტრაილერების ძღოლებისთვის აი ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. თვითონ ნეშვილში და ტენესეში აი მანქანების გაჩერება, ტრაილერის გაჩერება არის ძალიან დიდი პრობლემა. 2 თუ 3 ტრაქსტოპია ქალაქის გარშემო და ისიც თუ გადატენილია ხოლმე და მით უმეტეს მე საწყობებში რომ მიდიხარ, სულ ადგეს ვერ ნახულობ რა. შეიძლება მიხვიდე რომელიღაც ადგილას საწყობში და იქ დაცვის წევრი ან ვინმე გამოვა და მე გამოგაგდოს იქიდან და აი გუშინაც ვიტრიალე 15-20 წუთი დავკარგე და ვერსად ვერ ვნახე ადგილი და მე სადაც აი ესე გამონახე რაღაცა საწყობი აგერ და დავდექი და ღამე გავათენი აქ. ეხლა 10 წუთია
დაცვის თანამშრომელი გამოვიდა და მითხა არ უნდა გახარ ასაკეთებო და მე ვთქარი ეხლა ცოტა წავივარჯიშებ და წავალ მეთქი 11 საათზე მაქვს აპოინტმენტი ეხლა არის 8 საათი მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება გადმომტვირთონ შევეცდები მე ადრე წავიდე და რას ვამბობდი რომ აი ეს ნეშუში ვის მოდიხართ ყოველთვის რაღაცა წინასწარ დაგეგმეთ სად უნდა გააჩეროთ ან აი ესეთი ნიუანსია ნუ ეხლა კი იპოვით ადგილს განა ვერ იპოვით მაგრამ ნუ ცოტა პატარა წვალება დაგჭირდება კარგით აბა მეგობრებო წავიდეთ ეხლა ჩვენ გავისუნთქე ფორმაში ჩავჯექი და მივხედოთ დავამთავროთ ეს ჩვენი ტური საიდან წამოვედით არიზონიდან წამოვედით და მოვედით ტენეში კერძოდ ქალაქ ნეშულში პატარ-პატარა ეზოებში შევედი, გამოვედი და ეხლა უშენ ღამე რო იყო. მანქანები არ იდგა, ერთი პატარა ვიწრო ეზოში უნდა შევიდეთ. იმედია პრობლემა არ შემექნება. უშენ ღამე რო იყო, მანქანები არ იდგნენ, ნახე ეს თანამშრომლები მოვიდნენ. სულ საწარმოები გვერდია ძალიან და ისე სხვათა შორის მიკვირს ხოლმე რა, ისე უყვართ ხოლმე ამერიკელებს კომფორტულად გაკეთებათ. ვიწროებია და ალბათ გავალ ახლა. ბოლოშია ცოტა პატარა კანაოსავით არის და იქ რო არ ჩამივარდეს, უშინ კი გავზომე. ძილის წინ ხო დავდივარ ხოლმე ყოველთვის და აი მოვედი სპეციალურად აბა შევძლები თუ ვერ შევძლები მეთქი აი ნახეთ უყურეთ. მარჯვნივ და მოვიუხვია და აი ეს არის კანალი, კანაო ქართულად როგორ არის? თხრილი. ეხლა მე აქედან მაქსიმალურად 100 მარცხნივ უნდა წამოვიდე, რომ მარჯვნივ არ ჩამოვარდეს პრობლემა. რა მოძრაობა? აი, ახეთ მეგობრებო, აი ეს მარჯვნივ მხარეს არის თხრილი. აი, ასე რომ ჩავალ, აი უკანა ბურბალი არ უნდა ჩამივარდეს იმ თხრილში. აი ეს არის ჩემი ამოცანა. რა მოძრაობაა თქვა კაცო? დილაროა მაინც კაც ვიწრო შესასვლელია, სადაც უნდა შევიდე, რაღაც საწყობივით არის და ბარდურზე კი გადავიდა ხუთი, მაგრამ არა უშავს. წინასწარ მინდა გითხრათ მეგობრებო, საწარმოში არ მიმაქვს ასეთი საშუამავალო საწყობია. საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავიგებთ ეს ადმინდრეს, მაგრამ ნუ მაინც დავამთავროთ ეს ტური, ხო ვიცი. ძალიან ისეთი ცუდი შესასვლელია ეგოში, აქ ფეხი დავდიოდი. აი აქედანაც არის შესასვლელი, დაკეტილია თუ არა. აი ტრაკ ენტრანს. შაიო და მან მითხა იქიდან შემოდიოდა. აი მე გავიწროა. მანქანები აი ეს აქ უნდა შევძლებო. მარცხენა მხარეს უნდა შევიდე და მე მარჯვნივ და უკვე მანქანები არ მაძლევენ გზას. კარებით აკეტილია თუ რა ხდება. არა. ღია იყო. ვაუ. One-way to not enter. აი ეს შეშტობით მითხაზე გუში მიაგვიყავ. რამე იყო აქა და აქედან შემოდიეს კი არასწორად მოვედეს იგი. One-way not enter. ეს ზანგი იყო მწოლი და სწორად შემიყვანა. ესე კი წრე უნდა დავარქვა.
არა და გუშინ ძღოლი იყო იქ მე ხო აქინა უნდა შემოვიდო კიო აქინა უნდა შემოვიდო რა დავარტყათ ახლა წრევი პოцат შემოვატრიალოთ ესეც ძღოლური წვიმანებია ესეთ ვიწრო ადგილებში ხა სანდა შემოვატრიალო არ ვიცი აქ მეყოფა ადგილი მაგ შემეტრა ესეთ უნდა შემოვატრიალო მაგრამ არა მგონი დაიცა არა უკან მანქანები დამიდგნენ და ხოლმა დამიწვა ხელების ქნება რას დადიხარო და აი ეგ დავეტევი მაგრამ მოვატრიალებ აი ნახეთ აი ეგ მომენტებია რა მძღოლების პრობლემა ეხლა აქ შევინა მოვატრიალო შეიძლება არ მოვატრიალო მაგრამ არ დაეტევა ისიც მე მიჩემნია რას ვიზა ვიცი აქ შეიძლება გავჭედო მოდი ისე წრეს და ვარტყავ და ისე გადმოვატრიალებს სხვაგან სადმე იქითქენ რა ეხლა იმ დასავლეთში უფრო არ ჯობია ვაიომინგში და ასეთ ადგილებში უფრო დიდი ადგილებია ატრიალე სადაც გინდა არა აქ ვერ გავლის კამაში არა შეიძლება გავლის არა ვერ ვეტყვი მანქანები მომადგნენ შევიდე ეზოში ახლა არ დავატრიალო არა აქაც ვერ დავატრიალო აი აგერ კიკი აი აგერ ნახეთ ახლა უკვე რას ვიზა უკვე ისე ვიდე ლაუნდბეკ აქაც ვერ მომატრიალე. აი რაღაც აგერ არის. აი გერეკ მიწაა და იქ მევატრიალები გეზო. ეხლა მე რასაც ვაკეთებ, აი ტრაილერზე ვინც მუშაობენ, ძღოლები ისინი მიხვდებიან ეხლა რა დღეში ვარ, აი. აგერ ეხლა მოსატრიალებელი ადგილი ვიპოვე. იმედია არავინ არ გამოვარდება. ყოველ შემთხვევაში აქ ადგილი არის მოსატრიალებელი და ქალაქში სიარულს და მანქანები სადაც დადიან მაშინ გავიმართლა რაღაც საწარმოში შემოვედი და ტრაქტორების ქარხანაა თუ რა არის ეს ოკეი იმედია შესასვლელი როა რაღაც გეიტია კოდებით იქ არ იქნება პრობლემა საერთოდ ზოგადად ტენესიში სულ აი ესეთი პრობლემებია რა მანქანის მოტრიალებას ვერ ახერხებ იმას ვერ ახერხებ ვიწრო ისინია ზედია და მოდი გავჩერდ ოპე всё თავარია იქ ქალაქში არ მომიწია სიარული აქ ახლა რაღაცას მოახერხებ და შევარ აი ეს ორგანიზაცია მარცხნივ მაგრამ ეხლა ნამყოფი რო ვიყო უკვე მეცოდინება და წინასამ აქტიურად რომ მოდიხარ ზოგადად ასეთი დაპყრობები წინ ხდება მარდები ხოლმე რა ეხლა აქაც ნახოთ აბა შესასვლელი ეგ ცოტა მიწრო შესასვლელია თავარია შევიდე და მე უკვე რაღაცას მოვახდინე ვიწრო შესასვლელია. აქაც ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. უკან მახმობა. აი ტრაპ ენტრას აგერ წერია. ნელა დიდი წრე უნდა დავარტყა და ოპა, ეგ რა ხდება? მე აღარ ვიცი.
იქა ხო, ხა არ ვიცი აქ. ალბათ კარებს გამიღებენ. всё, თავარი აქ შემოვედი უკვე რაღაცნაირად არავის ხელს არ უშლი. იქით აქეთ. მაგ ნენელა მივხედავ ხა გავერკვევი რა ხდება. Hello, I have delivery. Say again, sorry. How can I help you? Delivery. Can you open door? Okay. არ მესმისო და უთხარი delivery მაგას გამიღი კარები. всё. შევედით ახლა და ალბათ ოფისი იქნება რაღაცა. აიგე ხა სანაძახია აქ მარცხნივ. რა ვიცი. ნუ თავარია ჩვენ შემოვედით უკვე ეზოში. რაღაც უცნაური ადგილია, მაგრამ იქ უკვე ზაზე და იმ სივრცეში უკვე პრობლემას აღარ შექმნით, აქ რაღაცას მოახერხეთ ალბათ ვიდეოით რა. რაც იქნება ალბათ receiving-ის ოფისი, მიღება ჩაბარების ოფისი იქნება. ეს ასეთი რაღაც საშუალო ის არის საბაჭო. Where is the office? Office, where is? Okay, thank you. იქი წადიო წე და არტყიო. საერთოდ ტენესიში ძალიან ბევრი შავკანიანები ცხოვრობენ. ეხლა ყველაფერზე თავს გიქნებენ. არაფერზე უარს არ გეუნებიან. იცის თუ არ იცის ყველაფერზე თანხმობას გეუნება, მაგრამ ამ ალბათ ოფისი აქეთ იქნება, აბა სად იქნება. აი ეს კომპანია სადაც Old Dominion. ამას კითხვა ეს რემონტი. Where is the office, my friend? What? Where is office? Receiving office. I'm looking, receiving office. This way, yeah? Right to him still. Okay. Thank you. მოვიხებდი არესია მონა და უსვათ გადმოწია. ოჯო, აქ არის ოფისიო და ნახოთ აბა. გადავიდეთ. აბა სადმე სავარაცა ასე დოქში მომცემენ დოქს რა ვიტყვია, კარებს. სად არის ეს ოფისი? რა უცნაური ის არის. და ამხელა საწყობია. ამდენი ისე დინამიკა არ იგრძნობა, მაგრამ რა ვიცი ახლა ეს ცოტა გავჩერდნენ მე. კიდე სად არის კაცო ალბათ? აი აგერ არის კიბე. მივიდეთ აბა. არც receiving-ი აწერია, არაფერი. შემოვიდეთ აბა. თუ ადრეა ჯერ მოსული. ვისთან მივიდე, აგერ არიან, აგერზეა. Always deliver unexpected. იქიდან უნდა მივიდე? ეს დასალოდებელი გქონიათ. ოკეი. მთელი მოსაიმ და დიდი კომპანიაა კაცო და უბრალოდ ცოტა ადრე ვარ მოსული და თუ გადმომტვირთეს კარგი იქნება. აპარატსულად ვიღებ აპარატს. ეხლა აქ თუ ონლაინის მიხედვით არის დელივერი, აი მაშინ უკვე ცოტა შემექმნება პრობლემები. მომცეს 37 კარებია. გაჭრა, არა. ჯორჯი მაგარია. ეხლა დავჭირსავ და
38 კარები. აი ეს 52-ია. ჩვენ ახლა ასე უკან წამოვა დავატრიალებ და მივაქვს 37 კარებს. ერთი ცუდი რაღაცა მაგაცო, აი ეს მაკრატელი მქონდა. აღარა მაქვს დავკარქე თუ ეს. იმის მოჭრა არ გინდა, ჩემი ჩაქუჩიც უნდა ეს მაკრატელი ჭრიდი ხოლმე ადრე და დავკარქე ეთყობა თუ დავდი აბა ის შევამოწმო მაგ თუ არა. არა. აბსოლუტურად ჩაქუჩით უნდა გავწყვიტო ის. აი, ჩაქუჩი დავატრია და გავწყვიტე ეს კარგია. Thank you. არა, ზანგები კარგები არიან. აი, დამინახა რომ ჩაქუჩი წიდი და მოვიდა და მაკრატელი თუ იმით მოდიოდა პლოსკო იმითი სპეციალური მაკრატელი მაგამე უკვე მოვხსენე. აი, ასეთი. ეს აუცილებლად უნდა შევიძინოთ, თორე ეს მე ასეთ ჩაქუჩებით სიარ არ არის სწორი. წაართით, დავაყენოთ 37-ზე. ტენესი. აგი მაგადია მოვატრიალებ. ეს საშუალო ბიზნესი ჩვენ ამდენჯერ გვილაპარაკია, ხო? ახლა კი ქონდა იმედი რომ რაღაც საწარმოს ნახავდით, ისთვის უნდათ ეს პლასმასის, რა ქვია, რაც მოვიტანეთ, მაგრამ ამწუხაროდ მოდი იქიდან წეს იქიდან დავარტყავ, დაგრას იქიდან შევარ 37. როგორ ახარ მეგობრებო, განსაკუთრებით ქალბატონებო, გწნობთ ტრალერის ღოლის წყავში თავს. რა გაყო კაცი და ქალი, არაფერი, ორივე ადამიანია, უბრალოდ კაც ცოტა ძალა, ქალ ცოტა არა აქვს ძალა, მაგრამ გონება ხო ერთნაირები. ამდენი ქალბატონია ტრალერის ღოლი. რაღაც ნათია აღარა ჩანს, ნათია. სკოლა რო გახსნა მგონი ეხლა რო გაამკაცრეს ეს თავის სკოლები უკვე ვეღარ მუშაობს მგონი და ქალბატონი ტრაილერი ძღოლები 37 სად არის? აი აგერა ჩვენი 37. მოდი ახლა კარებს გავახერხ მე და იმან კარები კი გამიღო, მაინც შევამოწმოთ ხოლმე ყველაფერი ნორმალზეა. შო. მაინც თავის ეს პრივიჩკა მაქვს, ჩვენ რო უნდა შევამოწმოთ, თორე იმან გააღო კარები და ეხლა მივაყენებ. ადგილი დიდია, გასაყენებლად ადვილია. ამბებში ვახები მარცხნივ კარგად არის, მარჯვნივ ვერ ხედავ, მაგრამ გამოჩნდება ცოტა ხანში. გამოჩნდა ეს მარჯვენა მხარე და ნელა მივაყენოთ. და მაყენებინებს და всё, დავაყენეთ. მოწმოთ, ეხლა ჩვენ გვაქვს ისა როგორც მახსოვს 6 სტრეპია. ის უნდა მოხსნან მერე და მე არ დაგვაუწყეს იმ სტრეპების აღება. ეტაკნენ უკვე დაიწყეს გადმოტვირთვა. всё, იმას დაწევენ და სტრეპი მოხსნეს. ოკეი. უსმანი ხო არ არის, კოპა ის ხო არის. და ეს შემოვლის დროს ყოველთვის შემოვარეთ პრობლემს, უსნები რაღაცა არ იყოს ხო. კაი. ასე დროს ხოლმე, სულ ვარჯიშობ ხოლმე, მაგრამ ეხლა მე რაღაც ნახევარის
9 საათის წინ ვივარჯიშებ, აქედან გამომდინარე აღარ ვივარჯიშებ. დაველოდოთ გადმოტვირთვას. ეხლა მე გადაუგზავნებ ჩემ დისპეჩერს, რომ მეუყე ადგილზევა და მან იპოვოს ახალი ტვირთი. უფრო აი როგორ გრამატიკული შეცდომები მომდის ხოლმე, ხო? ზოგჯერ მეგობრები მეუბნებიან, "არე ბიჭო, ქართული ლაპარაკი არიციო, მაგრამ მე მეუბნები, მე ხო წინას არ ვემზადებეს ალაპარაკოს." უცბად თავში რაც მომდის იმას ლაპარაკობ და ან მე მანქანას რო ვატარებ რაღაცა მიმართულებაში უცბად სიტყვების განლაგებას და წყობას არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ნელა ამას დავხვეწა. კარგით მეგობრებო, ეხლა მე გავაგზავნი მესიჯი ჩემ დისპეჩერთან, რომ 9 საათში მე ვიქნები თავისუფალი და მიპოვოს ტვირთი. ისიც დაიწყეს ალბათ ძებნას და ამასობაში ჩვენც გადმოვიტვირთებით. თავისუფლებით მე სტრეპებს მოვიტან შევინახავ ჩემ ყუთში და წავალ სხვა პიკაპზე. მე კიდევ დაგემშვიდობებით მეგობრებო. პატარა წვიმანები გაჩვენეთ ერთი ტურის ისა, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ სად წავიდა ის პლასმასები რისთვის უნდათ. მაგრამ გავიგებთ ჩვენ რისთვისავთ არა, კომერციული ინტერესები უნდა დავიკმაყოფილოთ ყოველთვის. კარგით, აბა შევხვდებით მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოებში.